საუბარს ვიწყებთ მწერალ ნაირა გელაშვილთან, ნაირა, საღამო მშვიდობის, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში მინდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი მიმდინარე პროცესებზე თქვენი შეფასებით. Როგორი არის თქვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ბოლო 15 დღეა ქვეყანაში და სათხედავთ შექმნილ პოლარიზებულ გარემოში და მძიმე სიტუაციაში გამოსავალს. იცით, რამდენიმე წერილი გამოვაქვეყნე ამასთან დაკავშირებით და ვილაპარაკე ამ ყველაფერზე, რაც მოყვებოდა ამას, რაც იქნებოდა და ასე შემდეგ. პირველ რიგში იცით, მე მინდა დავიწყო და უფრო ამისთვის მოვედი, რომ გამოვხატო ჩემი უკიდეგანო პროტესტი, აღშფოთება, შეძრწუნება და სასოწარკვეთაც იმ სისასტიკის გამო, რაც ვლინდება მომიტინგეების მიმართ. აი ამ ახალგაზრდების მიმართ გესმით და განსაკუთრებით დამსხვრეული თავპირისა და თავყების თანახვაზე. ამდენი ადამიანის ასეთი შემოსვრა მშვიდობიანი მომიტინგის, იმიტომ ვინც დაშავებულია, ის მშვიდობიანი მომიტინგი იყო. მშობლებისათვის შვილების წართმევა, თვალწინ, ჩასაფრებები, ამდენი ხალხის დაპატიმრება. არ ვიცი, ეს არის ნამდვილი, აი 37 წლის კიდევ დასაწყისი. და მე მიყვარს ჩვენ ხალხში სისასტიკისა ეს მარაგი. წინა ხელისუფლება იყო, იცით როგორც იქცეოდა, რომ 20 წელიწადია გამოდის, რომ ორი ხელისუფლება თავის ხალხს ცევს, ასახიჩრებს, ციხეებში ყრის, უმიზეზოდ, იქ აუპატიურებდნენ, აქ გაუპატიურებით ემუქრებიან, წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენს თავს და მე მრცხვენია აი ამ სისასტიკის, მთელი მსოფლიო უყურებს ამას. საკუთარი ხელისუფლება ამ ახალგაზრდებს, რომელსაც ვერაფერი ვერ მოუტანა, ვერაფერი ამ მთავრობამ ვერ შესთავაზა, რომ ეცხოვრებოდეთ აქ და არ გარბოდნენ ყველანი. და მე მიუბრუნდა და თავპირი დაულეცა და სახსრები დაულეცა. ეს არის წარმოუდგენელი და მეშინია ჩვენი თავის. სად იმალება ეს ამდენი სისასტიკე და ყველაზე საოცარი, რაც მე უბრალოდ მანადგურებს თამთა ის არის, რომ როდესაც შენს მოწინააღმდეგეს კლავენ და ამსხვრევენ, ეს შეიძლება. როდესაც შენ შვილს შეეხება და შენიანს და შენი პარტიული წევს, მაშინ არ შეიძლება. აი ამას უყურებს ჩვენ ეხლა, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც მთავრობას უჭერს მხარს, ძალიან გულგრილია იმ ყველაფრისადმი, რაც ხდება სხვისი შვილების განადგურებისადმი. ასევე იყო წინა ხელისუფლების დროსაც. ესე იგი, გამოდის, რომ სიკეთე პარტიულია, გულმოწყალება და შეცოდება, ეს არის პარტიული მოვლენა. თუ როგორ აი მე მაგალითად რომ ჩემი დამოკიდებულება ცნობილია, რომ აქვს სრულიად შეურიგებელი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობისადმი. ვინც თავის წარსულს აყალბებს, იმ უზარმაზარ დანაშაულებებს ამართლებს და ფარავს, მე იმისაგან მართლა ჭიქაწყალს არ დავლევ და არც მათ ტელევიზიებში მივდივარ და საერთოდ არც ერთ არასოდეს არ დავივიწყებ იმ დასახიჯრებულ და გაუბედურებულ ადამიანებს, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ წარმოქმნა. მაგრამ, როდესაც ხაბეიშვილს ისე მოექცნენ, რომ ესე იგი მთელი სახე და თავპირი ჰქონდა ჩამსხვრეული და მეორე ყმაწვილი იყო კიდევ იქ კაცარავა, მე მგონი კაცარავა. დიახ. ესე იგი განადგურებული, ესე იგი გამეტებული სასიკვდილოდ. მე ცუდად გავხდი, რომ ამას არ განიცდიდნენ კოცების მომხრეები. ეს შეუძლებელია, ეს არის პათოლოგია. როგორ შეიძლება გულმოწყალება იყოს ტენდენციური ხალხო? ერთ შემთხვევაში შეიძლება, მეორე შემთხვევაში არ შეიძლება. ერთ შემთხვევაში გეცოდება, მეორე შემთხვევაში არ გეცოდება. და აი ეს უკვე ხელისუფლება ჩვენი უკვე ჩაეფლა აი ამ საშინელი სისასტიკის აი ამ მანქანაში და ამას დიდი მწუხარებით ვამბობ მე, დიდი მწუხარებით და ჩაკეტილი წრეა ეხლა შექმნილი უფსკრულის თავზე. აი ჩაკეტილი წრე უფსკრულის თავზე.
მომიტინგეები არ იხევენ, არც ერთი ნაბიჯით არ სურთ უკან დახევა და ამბობენ, რომ მაქსიმუმს ითხოვენ და ხელისუფლება საერთოდ არ აპირებს არავითარ კომპრომისზე წასვლას. უნდა უსმინოთ ტელევიზია იმედს და პოსტივის და მიხვდებით. ისე უწოდებენ ამას ლიბერალურ ფაშიზმს, აი ამდენ ხალხს, ვინც გამოდის ქუჩაში, ისე უწოდებენ აგენტურას, დაფინანსებულ მტრებს საქართველოსი აბსოლუტურად რიტორიკა არ შეუცვლიათ და უნდა გითხრათ, რომ იმედი და პოსტივი შეიძლება ყველაზე მეტი დამნაშავეები არიან, იმიტომ რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეტყობა მათგან იღებს ინფორმაციას. ჩვენ ისიც არ ვიცით რა იცის ბატონმა ბიძინამ. რას ხედავს? ის უყურებს ალბათ თავისი ბაღიდან და საკუიას ტყეებიდან გამოიხედავს და შეხედავს იმედს ალბათ და პოსტივის. და იქ არის რომ ეს არის ფაშისტები, აგენტურა, კრიმინალები და ასე შემდეგ. და როგორც ჩანს ის რომ არ იცვლება სიტუაცია, სწორედ აი ამ მიწოდებული ინფორმაციით არის განსაზღვრული. და ვიღებთ ამას რომ გაუთავებელი ჩვენ მსხვრე ახალგაზრდების ეს ხო ტრამვა, სულიერი ტრამვა არის, რომელიც მთელი ცხოვრება არ მიდის. მაგათ იმდენი ხნის კურნალობა დაჭირდებათ ყველას. ეს ცემა თქვენ ექიმების აზრით მოისმინე და რა თუნდა ექიმი, ხა ყველა დედამიწის ეს ცემით შემდეგ ვითარდება ყველა დაავადება შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებით როდესაც ეს არის პირის სახე და თავი დაზიანებული ხო ესენი გამეტებული არიან სასიკუტილოდ ჩემი სათქმელი აი ეს არის გულმოწყალების გაქრობა აბსოლუტურად და ისეთი კაცჭამეების განუზრდა რომლებსაც შეზრდილი არის ამ პოლიციაში და მთელი ამ ზონდერ ჯგუფებში ნაციონალური მოძრაობის მთელი ეს შავბნელი აი დემონური ძალები რომლებიც ციხეებში ადამიანებს მუსრავდნენ და ანადგურებდნენ შეისხოლსა და შეისო თავისი რიგები ამით ქართულმა ოცნებამ და მთლიანად ივაჭრათ სამართლითა და მართლსაჯულებით ნაცვლად იმისა რომ აღესრულებინა თავისი პირობა რის გამოც ხალხმა აირჩია მართლსაჯულება აღესრულებინა გაესამართლებინა ეს ნაციონალური მოძრაობა და აეკრძალა დღეს სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა საქართველოში იქნებოდა სულ სხვა ოპოზიციური ძალა და არა ის რომელსაც უკან გვამები აქვს და მორალურ ხმათ არის დღეს ქცეული ისე წაიყვანა საქმე ქართულმა ოცნებამ იქეთ ამხელენ და სწორიც არის იმიტომ რომ იგივე სკეთება დაიწყო და აი ამ სინამდვილეში ვართ ჩვენ ამ სასტიკ სინამდვილეში ამ ტყუილებში ამ ნახევრად სიმართლეებში და აქ არიან ეს ახალგაზრდები მოყოლილები გესმით რომლებსაც მე უდიდეს პატივისცემას უცხადებ ისეთი კარგები არიან ისინი ვინც გამოდიან ვინც ტელევიზიით ლაპარაკობენ ნორმალურად ეხლა იქ 1000 შეგზავნილი 1000 მიტმასნილი 1000 ჭკუიდან გადასულია რა თქმა უნდა როცა ამხელა ის არის მასობრივი თავყრილობა მაგრამ რატომ იწვევ ამას ხო იცი რომ ასე მოხდება იქ ექსესები მე ხელისუფლებაა ხო ყველაფერზე პასუხისმგებელი პატრიარქმა დღეს გაავრცელა მოწოდება და იქ ერთ ნაწყვეტს წაგიკითხავთ საჭირო არის კონსტრუქციულობით უმართავი პროცესების თავიდან ასაცილებლად მიღწეული იყოს დიალოგი როგორ გაიგეთ ეს გზავნილი და მოწოდება მე იცით ეს გზავნილი არ ვიცი მე უნდა ვიცოდე მთელი ტექსტი რომ მივხვდე რაზეა ლაპარაკი მაგრამ საერთოდ ეს უკვე გარკვეულად დაგვიანებულადაც მიმაჩნია მე ეს თვითონ პატრიარქი და პატრიარქის უმძიმესი მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობის და ადამიანი ყველაფერს ძალიან განიცდის, მაგრამ ახლა შეიძლება დროზე ვერ რეაგირებს მართალია. მანამდეც გაავრცელა საპატრიარქო. ხო, ესე იგი, არა, მე რაც ვამბობ, იცით, რა თქმა უნდა, კაცო, პატრიარქი რა თუნდა ამას, სხვანაირად როგორ უნდა გადაწყდეს. აი, ხო, ესე იგი, როგორ უნდა გადაწყდეს სხვანაირად. როგორ უნდა მოხდეს ამ დიალოგის უზრუნველყოფა, როდესაც იცით, რადიკალიზაცია არის, არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებს გულისხმობს, საზოგადოების ყველა სფეროში. მაშინ, როდესაც ხელისუფლების მხარდამჭერებს პირდაპირ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დგას აქციაზე, აცხადებს რუსეთის მსახურად სამშობლოს მოღალატედ მონად. თავის მხრივ მართველი გუნდის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ის რაც დღეს ხდება რუსთაველის გამზირზე, ეს არის
კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ მართული პროცესი ევროინტეგრაციის, მხარდაჭერის და დაცვის სახელით. შესაბამისად, ისინი არათუ უსმენენ ერთმანეთს, პირდაპირ შეურაცხყოფენ. სად არის გამოსავალი ამ მკვეთრად პოლარიზებულ გარემოში? დიალოგის უზრუნველყოფა მაშინ როგორ უნდა მოხდეს? იცით რას ვფიქრობდი მაგაზე, რომ ეგებ არ მოხდეს პოლიტიკოსებს შორის ჯერ პირველი ეტაპი იყოს საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ერთი მხარეს უჭერს მხარს, მეორე მხარეს უჭერს, მაგრამ არიან ზრდილობიანები, ოჯახში გაზრდილები, იციან კამათის კულტურა, ეს უკვე მოწმობს, რომ პიროვნება ხარ, ხო მართალია, ერთმანეთს არ ახრჩობენ, ერთმანეთს არ აწყვეტინებენ და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ჯერ ასეთი შეიძლება დაიწყოს დიალოგი, აი, ორი ადამიანი ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, აბა როგორ რაზე შეჯერდებიან, როგორ განიხილავენ, როგორ შეაფასებენ. მერე კიდევ სამი ადამიანი ერთი მხრიდან, აი ესეთი შეიძლება შევარჩიოთ საზოგადოებიდან, განათლებული, წესიერი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე არიან, მაგრამ იციან, აბა კამათი და დიალოგი სხვადასხვა პოზიციას უნდა, აბა რა თუ უნდა, ეხლა ერთ აზრზე თუ ვართ, იქ ჩვენ რა გვიდა დიალოგი გვჭირდება, ხო? შეიძლება აი ასეთ რაღაცა დაგავაკეთოთ, თუნდაც ტელევიზიაში გავაკეთოთ ესა. აბა 7 საუბარი მოვისმინოთ. 7 საუბრის ადგილი აღარ არის საქართველოში. გესმით, ეს მთელი სოფლიო ხო არის გაგიჟებული და ეს საქართველო აი ამ საგიჟეთის კიდევ ერთი ძალიან მძიმე ფილიალია. იმიტომ რომ 7 საუბარი არის შეუძლებელი და პიროვნება არის განადგურებული. პიროვნული აზრი არსად აღარ ისმის, უკაცრავად ეხლა ძალიან ნერვიულო. ცუდად ავარ ამ ყველაფრის გამო და არსად აღარ ისმის ეს პიროვნული აზრი. მასა გუგუნებს, გესმით, აქ შეუძლებელია საუბარი. ერთ წერტილს ვერ მონახავთ ეხლა ჩვენ სივრცეში, სადაც შეიძლება ნორმალური სიტყვა ჩავარდეს. მაგრამ უნდა დაიწყოს. იცით, ეგ თქვენ სცადოთ. მე ჩემს მაგალითად კანდიდატურებს გეტყოდით, იცით, საინტერესოა. აი დასხდნენ ილაპარაკონ, რატომ შეიქმნა ეს სიტუაცია საერთოდ, ხო? აი ეს არის ერთი ჩემი წინადადება. ნამდვილად შეთავაზება ჩვენგან მუდმივად ისმის, რომ ჩვენს პლატფორმაზე, ჩვენ სივრცეში დაეთმოთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს ეთერი, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციების მატარებლები შეიძლება ზრდილობიანი და კულტურული ადამიანები. არა შეშლილები, გესმით, რომლებიც ერთმანეთის დასახრჩობად იწერენ. ეს არაფერი არ გამოვა. და კიდევ ის მინდა გითხრათ, იცი რომ აი მთავრობა სულ აპელირებს იმაზე, რომ აი ეს ნაცმოძრაობის მიერ არის მართული, ეს ნაცმოძრაობის, ეს არ არის სწორედ თქვენ იცით, იმიტომ რომ ნაცმოძრაობა დღეს ასკაც ვერ გამოიყვანს, იცით თქვენ, მაგრამ თუ ეხლა ყველა ერთად არის თავმოყრილი, იმიტომ რომ აი როდესაც გემი იძირება, მაშინ ყველა მგზავრი ერთიანდება. ერთი შეიძლება იყოს ყაჩაღი, მეორე იყოს მონაზონი, მესამე იყოს მეცნიერი და ასე შემდეგ, მაგრამ უცბად ყველა ერთიანდება და იწყებს ტვირთის გადაყრას, ან ანძების მოწესრიგებას, ან რაღაცის გაკეთებას, მაგრამ ერთად შრომობენ რომ გადარჩენენ. მერე შეიძლება თუ გადარჩა ის გემი, ისინი ისევ დაშორდნენ, მაგრამ იმ წუთას ერთად არიან. აი ქართულმა ოცნებამ გააჩინა განცდა, რომ გემი ჩაიძირა. როდესაც აი ბოლო იყო გადამწყვეტი ბატონ პრემიერის სიტყვა, რომ ჩვენ წყვეტთ ურთიერთობას ევროპასთან და ასე შემდეგ და ეხლა მთელი იმედი და პოზიტივი იმის გამართლება და ახსნა განმარტებაზეა გადასული, რომ ეს კი არ გულისხმია, ისი გულისხმა, 100 არ გაიგეს, როგორ შეიძლება პრემიერმა ისეთი რამე თქვას, რომ 1000-ნაირი ინტერპრეტაციას წარმოშვას, 1000-გვარი ინტერპრეტაცია წარმოშვას, ხო? ხო მართალია, ეს დაუშვებელია ასეთი რაღაცის თქვა. ერთი ფრაზით ადამიანმა უზარმაზარი განხეთქილება და გამოიწვია და ააყირავოს ლამის მთელი სახელმწიფო. ყველა დარგი გადაქანდა უკან, ბიზნესი შერყეულია, ყველაფერი უკან მიდის. ხელისუფლებას არ ვიცი, ეხლა იცით რა, ხელისუფლება რომ ვიყო, მე ჩავატარებდი არჩევნებს და მოისვენებდა ყველა, ხო, ჩავატარებდი, მაგრამ უარს ამბობენ. მეორეს მხრივ, იცით, მათ ექნებათ სათქმელი ასეთი, რომ მათი გადასაწყვეტი აღარ არის უკვე, ეს არის იმ ხალხის გადასაწყვეტიც, რომელმაც მისცა, ხო? 1,200,000-მა მისცა თუ 700,000-მა მისცა, ხო, მისცა დიდმა რაოდენობამ, როგორ მისცა, ეხლა ჩვენ არ ვიცით, ამას ვერ ვამტკიცებთ, მაგრამ ჩვენ გამოდივართ არსებული ფაქტიდან. მაშინ გეტყვიან, რომ რეფერენდუმის საკითხია, ეს რეფერენდუმზე გავიდეს, უნდა ჩატარდეს არჩევნები თუ არა, ასე იტყვის, ხო, კანონიერად თუ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ხო? ის ხალხი ძალიან ბევრია ამის წინააღმდეგი. მე მყავს ეხლა
ეხლა ისა მასეთი ადამიანები სახლობლები გესმით კატეგორიულად წინააღმდეგები არიან ახალი არჩევნების და მომდის კიდეც ხოლმე რაღაც ისეთი ცუდი კამათი ასე ვთქვათ არიან ისინი რომლებიც ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევენ ანუ პლებისციტი თქვენი აზრით შეიძლება იყოს რეფერენდუმი რაღაცა ჩაატარეთ როგორც გადაწყვეტს ხალხი მაშინ ისე იყოს და ყველა დავემორჩილოთ მაშინ მაგრამ იმის გარანტია გვაქვს რომ ეს კი ჩატარდება პატიოსნად ახლა გაუყალბებლად არაფერი არ ტარდება აი ეს არის იცით აი ერთიანი სიყალბისა და ტყუილის რაღაც აი მაშინ ვართ მოქცეული რაღაც საოცარ გარსში და ვეღარ გამოვსულ ვართ აქედან არჩევნები ჩატარდა თუ არ ჩატარდა ხო მაშინ ანალოგიური პრეტენზიები ექნება ახალი არჩევნების შემთხვევაში ხო მაშინ ეს სანდოობის პროცესი ნდობა როგორ უნდა აღდგეს საარჩევნო პროცესისადმი რომ ჩატარდეს ისა საარჩევნო კანონმდებლობა მთლიანად შეიცვალოს და მე ჩატარდეს და ასე შემდეგ ნუ არ ვიცი მაგის ტექნოლოგიები მე არ მესმის მაგრამ ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად მაინც მე ვფიქრობ რომ აი ესეთი წყნარი საუბარის დიალოგი შევქმნათ პრეცედენტი შევქმნათ უბრალოდ ხალხმა ისწავლოს რომ წყნარადაც შეიძლება ქალბატონ ნაირა პრეზიდენტის როლი როგორ გესახებათ შექმნილ ვითარებაში ჩვენ ვნახეთ რომ ბოლო 2 წელია წავედა აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი გახდა იმ ხელისუფლების რომელმაც თავის დროზე ის წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად და მხარი დაუჭირა მას როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს ბოლო თვეებში ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდა და გამწოვდა და დღეს სალომე ზურაბიშვილმა თქვა რომ ის რჩება პრეზიდენტად რომ ის არ ცნობს ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმაციას ხვალ არის არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნები დანიშნული თქვენ როგორ ხედავთ პრეზიდენტის როლს რომელიც უზენაესი კანონის მიხედვით არის ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობის გარანტი იცით რა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ყოველთვის ერთი და იგივე იყო რა ეს იყო ძალიან მკვეთრად გამოხატული თანმიმდევრულად პროევროპული და ის ფიქრობს რომ ამას ემსახურება ძალიან თანმიმდევრულად და ძალიან პრინციპულად რომ საქართველოს ამ გზიდან არ გადაუხვიოს გრძნობს თუ არა ის ქვეყნის შინაგან მდგომარეობას ხალხის შინაგან მდგომარეობას მე ამაზე თავს ვერ დავდები და არის ბევრი საკითხები მანამდეც იყო რაშიც მე მას არ ვეთანხმებოდი და ამ ქმედებების არ ვიზიარებ. კერძოდ იცით რა ეხლა არ მინდა აქეთ წავედეს და საუბარი და ამაზე დრო დავკარგოთ ესეც იყო მაგრამ არ შეუძლია ამ ადამიანს პოზიცია სულ ასე იყო რომ მიაჩნია რომ როგორც კი ამ კურსს დაკარგავს საქართველოს ის დაიღუპება და ემიგრანტებს განსაკუთრებით გამწოვებული განცდა აქვთ ამისი იმიტომ რომ მას შეეწირა ამ დამოუკიდებლობის დაკარგვას მაგათი ოჯახები მძიმე ბედი ჰქონდათ და ასე შემდეგ და შეიძლება გავიგოთ ეს გამძაფრებული დამოუკიდებლობა ამის მიმართ თუმცა ხო იცით ეს რომ ჩაწყნარდება თუ ჩაწყნარდა და გვეღირსა სიტუაცია შეიძლება ყველაფერი დაწვრილებით იქნას განხილული სად იყო მართალი და სად არ იყო მართალი მისი ნაბიჯები მიმართულია თუ არა საზოგადოების გაერთიანებისკენ თქვენი პოზიცია როგორი არის იცით რა არის გაერთიანება ძალიან ძნელია ახლა იმიტომ რომ ჭეშმარიტება თვითონ სიმართლე არაერთიანებს ის ყოფს იმიტომ რომ ერთი იქნება მისი მომხრე მეორე მისი მოწინააღმდეგე ეს ქრისტეს ცნობილი სიტყვებია რომ მოვედი არა მშვიდობისთვის არამედ მოვედი מחვილისთვის ესე იგი დაუპირისპირდებიან ადამიანები ერთმანეთს რაღაცა ჭეშმარიტების ირგვლივ ერთი მიიღებს მეორე არ მიიღებს აი იმიტომ ეხლა გაერთიანება უნდა მოხდეს გამაერთიანებელ ადამიანს მე დღეს ვერ ხედავ საქართველოში პრეზიდენტსაც ვერ ხედავ როგორც გამაერთიანებელს ვერ ხედავ რატომ ნუ ვერ ხედავ ეხლა იმიტომ რომ ძალიან ძნელიც არის ვინმეს რამე რეცეპტი მიაწოდო როგორ უნდა გავერთიანდეთ ეხლა ჩვენ აი როგორ რის გარშემო კანონმდებლობა იცით რატომ კითხეთ ანუ საზოგადოების ნაწილმა არა მხოლოდ პოლიტიკურმა ოპონენტებმა საზოგადოების ნაწილი ფიქრობს რომ ბოლოდროინდელი ქმედებებით სალომე ზურაბიშვილი ესკალაციის ნაცვლად სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრებას უწყობს ხელს ამიტომ კითხეთ იცით რა აი სალომე ზურაბიშვილს ხო იმხელა ბორკეტები არა აქვს და იმდენი ძალა ყველაფერი ხელისუფლების ხელშია ნუ მიიღებდა ამ აგენტობის კანონს და არ მოხდებოდა და არ დაიქცეოდა ეს ქვეყანა მაგალითად გეუბნებით ეს არ არის კარგი კანონი ნამდვილად არ არის კარგი და სწორი კანონი ახლა ჩვენ დრო არ აქვს ამაზე ვისაუბროთ ერთი 9 ჯერ მაგ ეს კანონი წაკითხულ და მერჯერ დავწერე კიდეც ამის შესახებ ის თიშავს როგორც აგენტობის კანონმა თუ გამჭვირვალობის კანონმა გათიშა საზოგადოება მე
ვფიქრობ, ასე სალომე ზერობიშვილი ვერ მოახერხებს უბრალოდ გათიშვას. გესმის რომ უნდაოდეს, გესმით რომ უნდაოდეს კიდეც. მთელი არასამთავრობო სექტორს დაუპირისპირა დანარჩენი საზოგადოება, გააღვივა შური მის მიმართ, რომ აი ეს ხალხია, ფულს იღებენ დასავლეთისაგან, აი მე კი არა მაქვს ასეთი ორგანიზაცია, მე ვერ ვიღებ, ჩემო შვილმა ვერ შექმნა და აი შური ხო ძალიან მძიმე მანკიერებაა, ძალიან დიდი ბოროტება. იმას მწვანე შუქი არ უნდა მისცეს ხელისუფლება, მწვანე შუქი მისა ყველაზე დაბალ ნებებს ადამიანში და დაუპირისპირა. აი განხეთქილება სწორედ ეს არის, რაც გააკეთა გამჭვირვალობის კანონზე საერთოდ თავის დამოკიდებულებით. თუ არ მოგწონს რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია დამიმტკიცე რომ მისი ეს პროექტი არის ანტიეროვნული. ერთ-ერთი პროექტი განიხილეთ და მითხარ, ეს არის ანტიეროვნული და გააუქმე ან რაღაცა ქენი. ხო, ამ ხელა სექტორი, არ ვიცი 35,000 თუ 25,000 არასამთავრობო ორგანიზაცია, თქვენ წარმოიდგინეთ თვითონში რამდენი მუშაობს. ერთიანად რო ავიღოთ 100,000 ადამიანი, 100,000 ადამიანი ორ-სამ კაცს მაინც ხო არ ჩანს. უზარმაზარი სეგმენტი, უნდა რომ დატოვოს ყველაფრის გარეშე, იმიტომ რომ ეს კანონი საბოლოოდ არასამთავრობო სექტორის ლიკვიდაციას ისახავს მიზნად. ეს ხო ამას ყველა მიხვდა ხო? და აი გათიშულება სწორედ ეს არის და ეხლა მე მაგალითად სალომე ზურაბიშვილის ადგილას რაღაც სხვა რაღაცებსაც ვიტყოდი ამ ყველაფერთან ერთად. და ვიკდებოდი ცოტა ხელისუფლებისგან იყო შეთავაზება აქციაზე მყოფი ახალგაზრდების მიმართ პირველ რიგში რომ მათ თავაზობენ დიალოგს. თქვენი აზრით ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ თუ არა აქციაზე მდგომმა ადამიანებმა. იცით რა არის ვისთან დიალოგი? კერძოდ ვისთან? თავად ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი არის თვითონ გამოთქვა მზაობა, რომ თავად მისი ფუნდამენტური თვისება არის მონოლოგურობა. მისი ფუნდამენტური თვისება არის არადიალოგურობა. მისი ფუნდამენტური თვისება არის სოციოპათია, მაპატიეთ, მაგრამ ეხა ყველაფერი უნდა ითქვას, იმიტომ რომ დაიქცა ქვეყანა. არავის არ მოუნდება მასთან დიალოგი, იმიტომ რომ ის არ არის დამოუკიდებელი ადამიანი, ის იმართება და თვითონ ვერაფერს ვერ წყვეტს და ვერც ვერაფერს გვიპასუხებს. ამიტომ მასთან არ მოუნდებათ დიალოგი. მაშინ ვისთან? ვერ გეტყვით. ამიტომ არის რომ ქართული ოცნების მთავარი პრობლემა ის არის რომ ის არის მართული თვითონ ერთი პიროვნების მიერ, რომელიც არ ჩანს, როგორც ღმერთი არ ჩანს, ისიც არ ჩანს. ვერ ხედავს ხალხი, მაგრამ აი პულტით მართულ რობოტებს დაემსგავსნენ. ამას წუხარებით ვამბობ. აი იცოდეს ღმერთმა, რომ არ მიხარია არავისი ცუდი მდგომარეობა. აი ძალიანაც ვისურვებდი, რომ ხალხს უყვარდეს ქართული ოცნება, მაგრამ 12 წელიწადი მან ვერ გამოიყენა ეს, რომ ხალხის სიყვარული დაემსახურებინა. რატო იცით, არც თვითონ აჩვენა სიყვარული და სითბო. ახალგაზრდება მათგან სითბო და ზრუნვა ვერ იგრძნეს. აი ეს არის თამთა თორე რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი იქნებოდა რომ დიალოგი ხო უნდა განწყობა გქონდეს არ გისმენს ადამიანი შემილია ეგ ტიპი ფსიქოტიპი ძალიან გავს ბატონ ბიძინას სხვათა შორის ბატონ ბიძინას ასეთია მონოლოგური ადამიანია და ესე იგი ჩაკეტილი არის არ შედის ნათქვამი არ იგებს იმას თვითონ ლაპარაკობს ესმით და გული მწყდება ყველაფერზე გული მწყდება მე ვისურვებდი რომ სხვა გავლას წაეყვანა ქართულ ოცნებას თავისი საქმე მაგრამ დღესაც მაგათ ლაპარაკს უსმენდი არაფერი არ იცვლება რიტორიკა საერთოდ არ იცვლება ქართული ოცნების საერთოდ არა როგორ შეიძლება ესე ლაპარაკი ამდენ ხალხზე ამ ახალგაზრდას ვინ იგრძნოს ახალგაზრდა რიტორიკა რა კუთხით უნდა შეიცვალოს ქალბატონო ნაირა არ უნდა უძახო ლიბერალური ფაშიზმი ეს არის სახელი რითაც მოიხსენიებს აი ამ მოძრაობას დღესაც უსმენდი მე იმეთს გამოდიან სწორედ პირველი პირები ამის შემდეგ ვინ დაელაპარაკება მათ რომელი დიალოგი შეიძლება შედგეს ლიბერალი ფაშისტი არ დაელაპარაკება ლიბერალური ფაშიზმი დაფინანსებული აგენტურა აი ასეთი სიტყვებით ნუ და უსმენი დღეს მაგას გული მქონდა ცუდად იმიტომ რომ თვითონ ჭრიან ხალხს თქვენი პოზიცია ძალიან საინტერესოა ვაკეში მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეს შეაფასა ქრისტიანების დევნად და ეკლესიის დარბევის ფაქტთან გაავლო პარალელი
თქვენი გამოხმაურება და შეფასება როგორი იქნება? წარმოდგენა რა მაქვს რას მელაპარაკებით თამთა არ ვიცი რა მოხდა. ანუ აქციის მონაწილეები მივიდნენ და დეკანოს შალვა კეკელიას სთხოვეს თავისი პოზიციის დაფიქსირება მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, მისი ქადაგების კონკრეტულ ნაწილთან დაკავშირებით იყო ასევე დასმული კითხვები, დაგმო თუ არა ძალადობრივი ქმედებები, ისინი ითხოვდნენ ამაზე მკაფიო პასუხს და ამ ყველაფერს მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. იცით რა შეასაქმე? თუ ვინმე არ გამოთქვას თავის აზრს, ეს უკვე პოზიციაა და მე შემიძლია ეს პოზიცია მკაცრად შევაფასო. და ახალგაზრდებსაც იგივე სურჩევდი. არ შეიძლება მიხვიდე და სიტყვები ამოგლიჯო ადამიანს გინდა თუ არა თქვი, ეს უკვე არის ბულინგი. ხო მართალია, ესე იგი მაძალებ, ეგ მინდა რომ ჩუმად ვიყო. ეგ მე ვლოცულობ შენთვის. ღუდლების საქმე ლოცვა, ხო? ეგ სადღაც გამოთქვა კიდეც კრიტიკა, ხო, არ ვიცით, მე საერთოდ ეს რომ ქადაგებაში ძალადობა არაერთხელ დაგმო. კი, აი მაგალითად უსმენდი ერთ სასულიერო პირს, თუ არ ვცდები, ეს იყო მოდელი გალდავა, რომელმაც საოცრად მკაცრად დაგმო მთავრობის მთელი ეს აქციელი. უსმენდი მეორეს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი დაგმო მისი ტყუილების გამო. ხო არიან ასეთებიც, რომლებიც გამოდიან და იმას ამბობენ, რაც ქრისტიანმა მოძღვარმა უნდა თქვას. კი არა, თვითონ უნდა გადაეფაროს ბავშვებს, როცა ურტყავენ. ქრისტიანობა თავგანწირვაა. თუ თავგანწირვა არ არის შენში და თუ არის ისეთი რომ ჩაშაქრული და ტკბილად იყო კარგად შენს ადგილას და არაფერი შეგეხოს, ეს არის ყველაზე დიდი ანტიქრისტიანი. ვინც ასე იქცევა და ანაფორაშია გამოწყობილი ან ჯვარი და ხედავთ სასულიერო პირებს ეკლესიასთან, მაგრამ ასეთებიც არიან, ისეთებიც არიან, გარკვევაა ხო საჭირო. ეხლა მიხვიდე და გინდა თუ არა შენი პოზიცია მითხარი. მე მაგალითად შეურაცხყოფილად ჩავთვლიდი თავს, თუმცა ყველა მისის რომ უკიდურესად კრიტიკული პოზიცია მაქვს ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ახალგაზრდობაზე ხელი აღმართა. მე პირადად ამას ვერასოდეს ვერ ვაპატიებ მაგათ. მე იმ ჩამსხვრეულ სახეებს, იმ გაუბედურებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება ეს ტრამპა გაყვება, ვერ ვაპატიებ. ვერც წარსულ ხელისუფლებას, ვერც ახლანდელს. და ეს უნდა შეფასდეს როგორც გახანგრძლივებული 9 აპრილი. გახანგრძლივებული 9 აპრილი, იმიტომ აქ მასობრივი მოწამვლა მოხდა. ექიმებს ჩვენ უსმინეთ, რომ ეს არის მართლა უკვე უცნობი რაღაც ნივთიერება, რომელიც იწვევს სასუნთქეგზების სერიოზულ დაავადებას და ეს არის ის ტრაგიკული მდგომარეობა, როდესაც რუსის ჯარის ნაცვლად საკუთარი ხელისუფლება თავის ხალხს ასე გაუსწორდა. ჩემთვის ეს არის ტრაგედია. აი ეს დაგროვილი სისასტიკე ქართულ ხალხში, რომელსაც რა უყოთ არ ვიცი და ერთს ვიტყოდი კიდე თამთა და განსაკუთრებულ სამიზნედ იქცნენ ხელოვანი ხალხი. ეს არის საშინელი შეცდომა. აი უბრიყულესი შეცდომა მთავრობის და ხელისუფლების მხრიდან. როგორ შეიძლება ხელოვანთა დევნა? ხო, ესე იგი და ჩემით დაიწყეს სხვათა შორის, დაიწყეს ჩემით კავკასიური სახლი, უძველესი სამშვიდობო ორგანიზაცია, ბატონმა კახი კალაძემ გამოაცხადა გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლად. აი წარმოიდგინეთ და ორი გადაცემა მომიწყუნა მე, იმედმა და პოსტივი ძალიან შეურაცხყოფელი და რა დაუშავე მე საერთოდ ჩემი აზრით მაქვს. მე მოუწოდებ ხელოვან ხალხს გამოიყენონ ის რაც ღმერთისაგან აქვთ თავიანთი ნიჭი და ასახონ ეს სინამდვილე და წინა სინამდვილეთ რაც ხდება. მუსიკით, კარიკატურით, პლაკატით, ლექსით, რომანით და ეს არის მათი პირველი მოვალეობა. დიდი მადლობა ნაირა გელაშვილი, მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი იყო ჩვენი სტუმარი.